გვექნება რეტროგრადული პლუტონი 4 მაისიდან. რას მოიტანს ახლა ეს პერიოდი? რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული გრევები, მათ შორის ფიზიკურ პლანზე, ანუ შეიძლება იყოს მიწისძვრები, კატაკლიზმები გახშირებული, იმიტომ რომ როდესაც პლანეტა ხდება რეტროგრადული, მაშინ მისი თვისებები, ხო, ჩრდილოვანი, რაც ახასიათებს ამ პლანეტას, უფრო უკონტროლო ხდება. შესაბამისად, ეხლა მოსალოდნელია მეტი манипуляციები დაუშვათ, ხო, ნებისმიერ სფეროში შეიძლება ეხმოდეს თქვენს პირად ცხოვრებას, პოლიტიკას, ხო, მსოფლიო წყობას, ასევე სხვადასხვა კონფლიქტების გაღვივებაც, მეგობრებო, და ამავდროულად პლუტონის რეტროგრადულობა რას მოიტანს? რაც ადრე იყო ფარული, გახდება ნათელი, ხო? ვინაიდან ეს სიღრმისეულ პროცესებთან არის კავშირში პლუტონი, ამიტომ ბევრი ადამიანი გაივლის აიხარ მაშინაგან ტრანსფორმაციას. ვინაიდან მერწყულში გვაქვს პლუტონი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, ესე იგი, ჩამოთვლით ნიშნებს, აი ვის შეეხება განსაკუთრებით, ესე იგი, საფრთხო პერიოდი, ვისთვის დაიწყო, ხო? მერწყულებისთვის, ლომებისთვის, ყურუებისთვის, მორილებისთვის. აი ამ ნიშნებისთვის, ამ 4 ნიშნისთვის დაიწყო განსაკუთრებით საფრთხო პერიოდი.